მთავარანგელოზი მიქაელი, სახელის მნიშვნელობა ებრაულად, ვინ არის ვითარცა ღმერთი, მიქაელ. ეს არის არა კითხვა, არამედ საზეიმო, მებრძოლი ყიჟინა, რითაც მან დაამარცხა სატანა, რომელსაც ღმერთთან გატოლება სურდა. დანიშნულება და მსახურება. ზეციური მხედრობის მთავარსარდალი, არქისტრატიგი. მიქაელი არის ანგელოზთა ლაშქრის წინამძღოლი ბოროტ ძალებთან ბრძოლაში. ის არის ღვთის დიდებისა და სჯულის უპირველესი დამცველი. მებრძოლი და მცველი. ის იცავს ადამიანებს ხილული და უხილავი მტრებისგან, განსაკუთრებით კი ბოროტის სულების თავდასხმებისგან. ძველ აღთქმაში ის ისრაელი ერის მფარველი იყო, ახალ აღთქმაში კი ქრისტეს ეკლესიის მცველია. სულთა გამცილებელი. გადმოცემის თანახმად, გარდაცვალების ჟამს მიქაელ მთავარანგელოზი ებრძვის დემონებს ადამიანის სულისთვის და მიაცილებს მართალთა სულებს სასუფეველში. ხატებზე გამოისახება როგორც მეომარი, აბჯარში ჩაცმული, ხელში מחვილით, ხშირად ცეცხლოვანი, ან შუბით, რომლითაც დრაკონს, სატანას განგმირავს. ზოგჯერ ხელში უპყრია სასწორი, რაც საშინელ სამსჯავროზე სულთა აწონვას ნიშნავს.